საღამო მშვიდობის მოგესალმებით ყველას. ვნახოთ დღეს ასეთი გაშლა. ექნება კონტაქტი მაგ ადამიანს შენს მიმართ, შენთან დაკავშირებით. რაიმე სახის კონტაქტი ექნება თუ არა. თუ დასრულდა სამუდამოდ ეგ ურთიერთობა. მოდი ვნახოთ, ხო? ჯობს გავიგოთ სიმართლე. ეს სიმართლე შეიძლება მოგწონდეს ხან, შეიძლება არ მოგწონდეს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში რაც ხდება იმისთვის, რომ რაღაცა ახალი მოხდეს ჩვენს ცნობიერებაში ან ჩვენს ცხოვრებაში. ამისთვის ვნახოთ დღეს ექნება თუ არა მაგ ადამიანს შენს მიმართ კონტაქტი, თუ სამუდამო დასასრულია მაგ ურთიერთობის. ეხლა მოვუძებნი მაგას, თქვენი მამაკაცი იქნება გვერდხების მეფე, თქვენ კი ნახოთ პირველი დედოფალი რა პოზიციაში წარმოგვიდგენს თქვენი მამაკაცი თქვენს თავს. თქვენ მოგბრძანდით ხმლების დედოფალში, რაც ნიშნავს იმას, აქ ამ ორაკულში, რომ ძალიან ძლიერი ქალი ხართ, აი როგორი ხართ იცით, ცოტა აი ძალიან ნაზი საყვარელი, მაგრამ აი თუ რაღაცაზე გაბრაზდით, წიწინა ხართ, აი მოდი ასე ვიტყვი, ეს სიტყვები მოდის, ნუ არ ვიცი, ალბათ იმისგან და თუ გადაწყვეტილებას მიიღებთ, თქვენ პოზიციას არ იცვლით. აი ესეთი სიტუაციით ამიღწევს თქვენს თავს. თქვენი სივრცე გამოვიდა ეხლა, სადაც ყველაფერს, აი როგორ გითხრათ, ზომიერზე მეტს აძლევდით ამ ადამიანს, აი ბრმად შეგეძლოთ გადასულიყავით ზომიერებიდან და ამ ადამიანის გულისთვის ბრმად შეგეძლოთ დაგერღვიათ ნებისმიერი სტანდარტი, მოდი ასე ვიტყვი. აქ ელოდებით შანს, თითქოს როგორ ხართ იცი, იჭერთ ბალანს მაქსიმალურად თითქოს და აი თითქოს რაღაცა შანსი იყო ამ ურთიერთობაში, რომელსაც თქვენი პოზიციები გეჭირათ და არც ერთმა არ დაიჭირათ. რაღაც ესეთი ინფორმაცია მოდის, ან არის ეს შანსი სამყაროდან გამოშვებული, მაგრამ თქვენ პოზიციებზე დგახართ და ეს შანსი არის თავისთვის გაჩერებული და არც ერთი არ აკეთებს არანაირ ქმედებას. აქ ქალი თავის პოზიციაზეა, სადაც ეს ადამიანი, თქვენ, ჩემო კარგებო, აი მზად ხართ ისევ, რომ ასე ვთქვათ, ენამწარეობა არ დააკლოთ ამ ადამიანს და ასე ვთქვათ, კონტრაგადამჭრელი სიტყვები უთხრათ, იმიტომ რომ წინააღმდეგობაში ხართ ამ ადამიანთან რაღაცაზე. იმიტომ რომ ძალიან გაბრაზდით ამ დისბალანსის გამო. ხო და აი ეს შანსი რაღაცა შეიძლება თქვენს გქონდათ და არ გამოიყენეთ და აი ამაზე ცოტა ნერვიულობთ, იცით? ნერვიულობთ, რომ თან იცი რა არის? კიდე გეტყვით იმას, რომ აი იცით რაც შეიძლება გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს ადამიანი იმას ქნათ, აი დაიჭიროთ, რომ იტყვიან, მაგრამ გეშინიათ. აქ ქალი ამ გადაწყვეტილებით, ვინც მიყურებს, არის ისა რა ქვია, განულების პროცესში, იმიტომ რომ როგორი განულების პროცესია, იცი, თითქოს აი თქვენი წარსული ყველაფერი ზურგზე გაქვთ, ასე ვთქვათ და არც გამძიმებთ, იცით, ეს ის შემთხვევაა.
და ხანდახან დაჟე აი უკანაც გეკაჩებათ ეს წარსული. გინდათ რომ მიხვიდეთ ამ ადამიანთან ისევ, იმიტომ რომ აი თითქოს რაღაცნაირად ეს ადამიანი შემოგყურებთ რაღაც მომენტში, მაგრამ გეკაჩებათ რაღაცა, რომ არ მიხვიდეთ ამ ადამიანთან. თქვენი გადაწყვეტილება, მოდი ასე ვიტყვი რა, რაც გადაწყვეტილება მიიღეთ. სად არის ჩვენი კვერთხების მეფე? იცი რა არის? აქ შეიძლება იყო ვიღაცა ქალი, მესამე პირი, ვისთან დაკავშირებითაც თქვენ არ იცით ეს ადამიანი რა გადაწყვეტილება მიიღო, იმასთან არის, არ არის, ან შეიძლება ფიქრობთ, რომ ვაფშე სხვა ხო არ აყავს ეხლა, იმიტომ რომ თქვენ თქვით, რომ ხო ვიღაცა იყო, მე თავს აღარ მოვიტყვებ, მორჩა და დამთავრდა, აღარ მოვეჭიდები მე პირობითად აი ამ რაღაცა ტკივილში რაღაცა გადაწყვეტილებას აქ როგორ რაღაცა იცი ამ ტკივილში მიიღეთ მოკლედ თქვენი გადაწყვეტილება რა რომ მე ყველაფერს გიკეთებდი შენ ხარ მე ბრმად გენდობოდი მაგრამ მაგრამ შენ ესე ორივესთან რო იყო და ორივესთან იარო ესეთი რამე არ გამოვა. თქვენ ესეთი რაღაცა უთხარით. აქ უნდა შეიცვალოს სიტუაცია. ან ეს მაგასთან არის. მეცა ჯერ ვიპოვო მეფე. ორი გამოვიდა. აქ თუ ეს თქვენი ქმარი იყო და თქვენ ამ კაცმა ახალ ქალთან დაიწყო ყოფნა აქ ვიღაცისთვის არის ოჯახის დანგრევა. აი მოვიდა. ერთი რამე იცოდეთ, აქ თუ ეს კაცი ოჯახიდან წასულია, ჩემო ძვირფასებო, იქ სადაც არის. მაინც ოჯახზეა დამოკიდებული, ჩემო კარგებო და აი ძალიან ნერვიულობს იმაზე, რომ არ შეუძლია თქვენთან ცხოვრება. აი თითქოს შარავანდედს აღარავინ ატყავს თქვენ სახლში, თქვენთან. არ ვიცი, მიწველი მოხვედით აქ. ამასთან აქ ოჯახი? არა. როგორი რაღაცა იცი, ამ ქალში ეს ადამიანი ანუ როგორი რაღაცა იცი, ამ ქალის გამო პასუხისმგებლობა, აი როგორ გითხრათ, მაინც
არა. თქვენ თუ გონიათ, რომ ამ ქალთან რამეს აპირებს, არა. ერთი რამე იცოდეთ, რომ აქ ამ ქალს უბრალოდ ძალიან დიდი გავლენა აქვს ამ ადამიანზე და ამიტომ წავიდა ამ ქალთან. იმიტომ რომ ეს ქალი როცა გაბრაზებული იყო სხვა რაღაცას და ეს ქალი ტვირს არ უბურღავდა ამას რა. ამშვიდებდა, ძალიან მშვიდი ქალია, სხვადასხვა სუფთა ემოციების მატარებელია და ამიტომ ასე ვთქვათ, ამ თავის სისავსივით ამ ქალმა მიიზიდა ეს მამაკაცი, აქ არანაირი ჯადომადოები არ არის ნაკეთები, ესეთი ვინმე თუ რამე გონია სისულელია. უბრალოდ ეხლა ეს კაცი ვეღარ იგებს ეხა ამ ქალთან რო არის, თავს კარგად გრძნობს როგორც ქალთან, მაგრამ ძალიან აწუხებს ის, რომ ოჯახში არ არის. იქ სადაც არის, კარგად არის, მაგრამ აი ოჯახის პასუხისმგებლობის საკითხით ძალიან ეთყობა პასუხისმგებლიანი ტიპია და ეს არის, რა ქვია, ვერ მიდის წინ ამ ქალთან საბოლოოდ, იმიტომ რომ ვერ თავისუფლდება ამ ოჯახის პასუხისმგებლობიდან თქვენიდან, ვერ თავისუფლდება, არ შეუძლია. გაცნობიერების პროცესშია ეს ადამიანი და აქ როგორი რაღაცაა, იცი, აქ ბედისწერა ერთვება. ეს კაცი კი ეხა ჩუმად არის და ამ ყველაფერს არ გეუბნებოდ რა თავისთავად, იმიტომ რომ ხმალების მეფეში არის წარმოდგენილი. ადამიანი, რომელიც აქ ცოტას ლაპარაკობს ძალიან ზოგადად ხმლების მეფე, მაგრამ აქ მაღალი ძალები აღვიძებენ ამას, ეს გაკვეთილშია აქ ჩემო კარგებო და ეს ადამიანი, ანუ მაღალი ძალების ჩართულობით მიწიერ დონეზე, რაც იზიდავდა ამ ადამიანს და რაც იყო ამის გაკვეთილი, ამას ტოვებს რა, აღვიძებენ, აქ ურთიერთობა აღდგება. კი, აქ ცოლი უყვარს ამას, იცით? იცის, რომ თქვენ ძალიან დაიღალეთ, ცოლზე აქ საუბარი, მაგისი, ასე ვთქვათ, ცეცხლოვანი ქმედებებით, შეიძლება ღალატ ამ ყველაფერზე ძალიან კარგად ფიქრობს. ელოდება ეხლა უბრალოდ აქედან შანსს, თქვენგან რომ არც იცი საერთოდ გიყვართ თუ არა ეს ადამიანი კიდევ. ამისი ვარსკვლავი ხართ, რო იტყვიან რა, ამ ადამიანს უყვარ ხართ, აქ სამკუთხედი კომუნიკაცია, შეიძლება მესიჯები უპოვეთ ამ ადამიანს. კი. და აქ არჩევანზე დააყენეთ ეს კაცი. კარგით. ნახეთ ჩვენ სივრცეები, თქვენიც და მაგისიც და კითხოთ ახლა, როგორც ჩვენს თემას აქვს კითხვა ჩვენს იმპერატორ კვერთხების მეფესთან. მადლობა, ტარო. ახლა ჩვენ უკვე ეგვიპტური ტარო გეტყვის. ექნება თუ არა მაგაც თქვენი მიმართულებით კომუნიკაციის აღდგენის, ჩვენ უკვე გვაჩვენეს მაღალმა ძალებმა, რომ ეს არის ეგვიპტური მარმარილოს სუფთა. ეგვიპტიდან არის წამოღებული. ეს ნატურალური ფიროზია მგონი თუ აწვდები. ეს მაჩუქეს. ვკითხოთ ახლა ჩვენს კვერთხების მეფეს. ექნება თუ არა თქვენთან კომუნიკაცია ურთიერთობის აღდგენის საკითხზე. ფიქრობს. ექნება თუ არა ქმედება მაგ ადამიანს თქვენთან კომუნიკაციის სახით ურთიერთობის აღდგენის საკითხზე. აუცილებლად ექნება, აუცილებლად თვითკვერთხების მეფე მოგზაურობა. ძალიან ენატრებით. უბრალოდ ამან არ იცის თქვენგან რა პასუხს მიიღებს, გამიგეთ? კარგი, გავიგეთ, მაგრამ ქმედება ექნება ნამდვილად, ცოტა ეშინია თქვენი, რომ ნაბიჯს გადმოდგავს, რადგან ფიქრობს, რომ გულნატკენს მოუწევს უკან გამოქცევა. მაგრამ აი
თქვენი სიყვარულის ძალა მაინც წამოიყვანს ამ ადამიანს, ხო მართალი ვარ? კი. აქ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეხლა კი თქვენ ვინ არის ესა? ვინ ფიქრობს? ხალი, ვინც დაასრულა ურთიერთობა, ანუ როგორ რაღაცა იცი. აქ ეხლა არ იცით ეს ადამიანი რა ცვლილებას განახორციელებს. თქვენ იცი რა არის, უბრალოდ გეშინიათ, რომ ამან კიდე ცვალებადი არ გახდეს და ეგოიზმი არ გამოიჩინოს და ისევ დაუშვათ იმედუმალ ქალთან არ წავიდეს, მაგრამ აქ ოჯახთან დაკავშირებით არ იცით რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ აქ სიტუაცია იცვლება. ყველა ვარიანტში აღდგება ურთიერთობა. კი. აქ ეს ადამიანი განულდება, ჩემო კარგებო, კი არა და თქვენ ნულდებით, მოდი ასე ვიტყვი, თქვენ ნულდებით თითქოს, აი თქვენ აქ ფოტოშორის ქალის ტრანსფორმაცია, იცით, იმიტომ რომ ქალი უნდა გახდეს საკუთარი თავის მმართველი და აღარ უნდა იყოს სხვისი შემკურე და აი აქ როდესაც თქვენში ახლა იქნება ენერგიები, როდესაც დღის განმავლობაში ხან ისეთი ფოთვები შემოგივლით, რომ ტირი ხართ, იცინი ხართ, რა ვიცი და აქ თქვენი განულების შემდეგ, როდესაც თქვენ თქვენი თავის მმართველი ხდებით, ეს ადამიანი ბრუნდება ოჯახში. კი, გამოდის პაუზიდან, გაჩერებული სიტუაციიდან, თქვენი აი რაზეც დარდობდით, ეს ადამიანი გამოვა აუცილებლად კომუნიკაციაზე და გეტყვის, რომ აი რაღაცა როგორ გითხრათ, აი აგიხსნით ყველაფერს რა. ოჯახი და ბავშვები ჩემთვის ყველაფერიაო რა, ეგ არის ჩემი ბედნიერებაო. აქ ქალია გეუნებით ტრანსფორმაციაში, იმიტომ რომ იქაც მაჩვენა სიგნიფიკაციაში. კომუნიკაცია ექნება. კი, აუცილებლად, უბრალოდ აქ მანამდე ჯერ თქვენ უნდა გაიაროთ ტრანსფორმაციული პერიოდი. რაშია იცი თქვენი ტრანსფორმაცია აქ? თქვენ ეთყობა ცოტა დამოკიდებული იყავით აი მეორე ადამიანზე, პირობითად ყველაფერზე რა, აი ბავშვივით იყავით და აქ სამყარო გეუბნება, რომ ასე არ შეიძლება, იმიტომ რომ ყველასული მოვედით აქ იმისთვის, რომ განვითარდეს. სულის განვითარება რაში მდგომარეობს? იმაში, რომ მე შემეძლოს, მე გავაკეთო, მე ვიფიქრო, მე გადავწყვეტო, გამიგეთ? და არა ვიყო მორჩილი, როდესაც მეტყვიან რა უნდა გავაკეთო, მეტყვიან როგორ უნდა გავაკეთო, მეტყვიან ისწავლე, მეტყვიან არ ისწავლე. ეს მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს კანონები რომ ქმარი ცოლის მორჩილი უნდა იყოს ყველაფერში, ეს არის ოდითგან ტრადიცია, რომელიც ადამიანებისგან არის შედგენილი და არა სამყაროსეული კანონებით. აქედან გამომდინარე, აი ეს პროცესია მიმდინარეობს ქალში და როდესაც აქ ქალის თავის მართვას შეძლებს, აი რა მხრივ იცი, თავისი გადაწყვეტილების მიღებას, თავისი ცოტა ეგოიზმში ჩართვას, აქ უკვე იცვლება სიტუაციაც მამაკაცის მხრიდან. ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი გაშლა YouTube შენი სულიერი სივრცისთვის. მე კი გეტყვით იმას, რომ თუ იყო თქვენი ვიდეო, თუ იყო თქვენი გაშლა ენერგო მიმოცვლის სახით, დალაიქეთ ვიდეო, რათა მოხდეს სამყაროში თქვენი ენერგიების ჩაჭრდება შემდგომი გაშლებისთვის, რომ იყოს თქვენი ენერგოველი გახსნილი ჩვენი არხისთვის, რათა უფრო რეზონირდეს ინფორმაციები თქვენ სიტუაციებზე და მოგაწოდოს სამყარომ ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა შენ დღეს გჭირდებოდეს. მშვიდობებით, დიდი სიყვარულით და ასევე შეგიძლიათ ჩვენი ყოველდღიური ვიდეოები
იხილოთ TikTok შენი სულიერი სივრცის არხზე, რომელიც ძალიან აქტიურია და იქნება ყოველდღიურად ახალი ვიდეოები სხვადასხვა თემაზე. მშვიდობებით, ბედნიერი ღამე და წარმატებული ხვალინდელი.